ეს დღეები საერთოდ ვერაფერს ვერ ვიღებ, იმიტომ რომ არ სუსტად გუშინ იყო აი ყველაზე ცუდი დღე, იმიტომ რომ როგორც კი გავიღვიძე, დავდექი, ჩემ თავს ეკითხებოდი, როგორ გადამედგა ნაბიჯები, იმიტომ რომ ჯერ 37 მაქვს სიცხე სულ ეს დღეებია. ელი არ მტკივა გაცებული არ ვარ, ანუ წნევა მაქვს 90-50-ზე მქონდა გუშინ. დღესაც არ მაქვს თლად კარგად წნევა. მაგრამ როგორი მომენტია იცით? ძალიან დატვირთული დღეები მაქვს, ძალიან ცოტათი ნერვიულობ კიდეც, სტრესიც. პლუს კარგი დედა უნდა ვიყო, პლუს ბავშვებს უნდა მივცეს სიყვარული, სიხარული, გართობა. ამის გარდა დღეს ვიყავი სტამბაში, 14 თებერვლისთვის გიმზადებთ, ძალიან ფიქრობ მოგეწონებათ, იმედი მაქვს მოგეწონებათ განსხვავებულ ლიმიტირებულ სეტებს, ასევე ის პოინტში ხსნის სტენდს 13 თებერვალს, ასევე მარტის დასაწყისში მაქვს მნიშვნელოვანი რაღაც, რასაც როდესაც მარტი დაიწყება, მერე გეტყვით, იმიტომ რომ რაღაცნაირად მერე გაიგოთ და როდესაც ესეთი პერიოდი გვაქვს ჩვენი ცხოვრების, რომ არ გვაქვს მოდუნების დრო და ის, აი მაშინ ესე დავეცი, ფიზიკურად დავეცი. ყველაფერმა ერთდროულად ესე დამარტყა და გუშინ ჩემს მეგობარს ვუთხარი, რომ მიშველე თქო გადასხმა, აი სხვა გზა არ მქონდა. ეხლა დღეს ვიკეთებ ვიტამინების გადასხმას. მომედი კლინიკაში. კიდე ალბათ არ ვიცი რამოდენიმე გადასხმას გავიკეთებ. ამის გარდა მაქვს თავის ტკივილები ოდნავ და აი სიმძიმის შემცნება მაქვს. ასე კუკამ ქაჩავს თავი და წნევები არ მაქვს, მაგრამ პირიქით ძალიან დაბალი წნევები მაქვს. ძალიან და უნდა ჩავეწერო ავერსში აუცილებლად ტომოგრაფიაზე, ჯერ ნევროლოგი უნდა ვნახო და ნევროლოგმა მითხრას რა მინდა. არ ვიცი, სულ მუშაობაზე ვფიქრობ, სულ რაღაცაზე ვფიქრობ, სულ თან ცოტა ნერვიულობა დაემთხვა, ეს ბოლო დღეებია, ბოლო 10 დღეა ძალიან ნერვიულობ, ძალიან განვიცდი ყველაფერს რაღაცებს და ეს შედეგი დადგა, მაგრამ არა უშავს. აი დღე ვხედავთ, არ ნებდები, არ უწვევი. ჭამიკიდაც დღეს საჭმელი ბანანიც, ხილიც, ეხლა გადასხმას, მე რაკეთენ წავალ და იმედი მაქვს შევდახვდებით იმაზე, რასაც მივდივარ და ყველაფერი იქნება საუკეთესო და კარგად. უბრალოდ არაფერს გადაღების თავი არ მაქვს, რუტინას რო ვიტარებ ხოლმე. არ ეგონო თანხმავს, რო არ ვჩვენო, არ ვიტარებ, რუტინას ვიტარებ ჩვეულებრივად. თამოსკინით, რა თქმა უნდა. წავედი, ვიყვარხართ. დღეს მოხდა ძალიან კარგი რაღაცა. რისი თქმაც ფიზიკურად არ შემიძლია თქვენთვის. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში და არ ვიცი, აი როგორი ბედნიერი ვარ იცით, თუ ყოფილხართ ესეთი ბედნიერი, რომ გეშინიათ, რომ ცუდი რაღაც არ მოხდეს. აი ეგეთი ბედნიერი ვარ. ამ დღეს ველოდებოდი ძალიან დიდხანს და ეს დღეც დადგა. ეხლა თქვენ ძალიან ბევრი კითხვები გაგიჩნდებათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც მოვა ამის დრო და ძალიან მალე მოვა, სულ რამოდენიმე თვეში თქვენ ამას გაიგებთ და მადლობა მინდა გითხრათ იმ რწმენისთვის, იმ დობისთვის, იმ სიყვარულისთვის. იცით, ხანდახარობდებ ხოლმე ვიდეოებს, სადაც მოწყენილი ვარ. ეს ბუნებრივი მომენტია ცხოვრებაში. არა ვართ ადამიანები ისე, რომ სულ ვიყოთ ბედნიერები, სულ ვიყოთ ლაღები, სულ გქონდეს რაღაცნაირად აი ყველაფრის ხასიათზე ვიყოთ. მეც ვტირი, მადლობა, მეც ვარ მოწყენილი და მეც განვიცდი ბევრ რაღაცებს. ადამიანი ვარ, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელსაც ესე იცი ერთი კითხვა დამისვეს ამას წინათ, რა იცი თქვენ ოცნებობდითო ასეთ კაშკაშა ცხოვრებაზეო. მე მადლობა ღმერთს ძალიან ბევრს ვიბრძვი, რომ ყველაფერი მქონდეს, რაც მე ვოცნებობდი, მაგრამ ამ ყველაფრის უკან ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, ნერვიულობა, სტრესი, იმედგაცრუებები, ბულინგი, ბრძოლა, ფარული ბრძოლა, რაც თქვენამდე არ მოდის და თქვენ უბრალოდ ხანდახან ადამიანები, რასაც გაწვდენ ინფორმაციას, ხანდახან იმას უყურებთ. მე იმას კი არ ვიძახე, რომ რაღაც, ანუ თქვენ ვერც კი წარმოვიდგენთ ეს ადამიანები და ეს ხალხი როგორია სინამდვილეში და რამდენ რაღაცას აკეთებს, რომ რაღაც ის და ძალიან რთულია, როდესაც ამ სამყაროში ხარ ერთი და ყველაფერს გინდა გაუძლო, ყველა მხრიდან რა. და ამიტომ არის ხოლმე, რომ შეიძლება ხანდახან სევდიანი დამინახოთ, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ სევდიანი თამო არ აქვს მიზნები, ან თავი ჩაღუნა და ან არა, მე უკან არ ვიხევ არასოდეს. ეს არის ჩემი პლუსი, რომ შეიძლება ვიტირო ერთი დღე მე დეპრესია არ ვიცი, როგორია, არც ვაძლევ ჩემ თავს, რომ დეპრესიაში ჩავარდე. ვინერვიულო, მაგრამ რო გავიღვიძებ მეორე დილით, ესე ავწიო, რუტინა ჩავიტარო და ვთქვა, თამაშენ არა გაქვს დარდის დრო.
ხო და დღეს ბედნიერი თამოვარ, თან არ მინდა რომ გამიხარდეს ძალიან. იცით რატო არ მინდა ცოდი რაღაც მსმეშინი რაღაც აი სიხარული არ სიხაროს ბოლომდე ვერ შევიგრძნო ვერასოდეს არ მინდა რომ ჩემ თავს მიცე უფლება რომ რაღაც გავიხარო ბოლომდე და აი რაღაც ვიბოჭები არ შემიძლია რომ ბედნიერება მოვიდა ჩემი ზუკაც კარგით მიყვარხართ